გამოშვებას დავიწყებთ სენსაციური ინფორმაციით ჰიდრომეტ ცენტრიდან. ამ ზაფხულს ჩვენს დედაქალაქში ძალიან დაცხა. ასეთი სიცხეები რესპუბლიკას უკვე 50 წელია არ ახსოვს. სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ტემპერატურა აწი კიდევ უფრო აიწევს. ამჟამად გაუსაზღვრისი სიცხისაგან თბილისის ტელეანძა გადნა და გადაიღუნა. ჩვენი ხელისუფლება კი მუშაობს იმ გზების მოძიებაზე, რომლებიც მოსახლეობას სიცხისაგან დაიცავს. 70-იანი წლებიდან არ მახსოვს ამისთანა სიცხე. მახსოვს ერთხელ ვაკისებურთალოზე ვიდექი რა რეიდზე და ისეთ სიცხე იყო ისეთი, რომ ვაგონები დამიძნა და იმის მერე იზრია და უივარ. ეხლა რა ჯობია კაი ბუნებაში გასვლასა? აბატო. იმენა ბუნება რა პოჩი, მე ვინა სხვა მევასება რა. ახე, რადგანში ვარ? დაიცა რა ერთი, სადღა გვაქვს სხვადასხვა ცხოვრება. რატო კაცო, თბილისის ზღვა ხომ არის? მაგრამ თქვენ რა გახსოვთ? რა გეხსოვებათ? მე ამოუთხარი, ჩემი აი ამ ხელებით ამოუთხარი და გავავსე და გავაკეთე ის ზღვა. იქ წავიდეთ. ხო, შეიძლება გქონდეს და სასვენებლად წასვლის უფლება. სხვა იმუშაოს მე თვითონ კი ზღვაზე წასვლა არ მაწყენდა. ზღვის ხმაური მე მესმის თავრობაში კი ვერავინ შემშლის. ცოტა უჩემოდ გაიჭირო, გაიგონ რომ ვარ საჭირო. შენიცი რომ ვერავინ შეძლებს ქვეყანა მალტო შენს გარეშე მთელი მთავრობა ეკერგავს შნურს. ვინც ჩემს გარეშე ამით ის მხოლოდ თავის თავს ავნებს და საქართველოს გაბრწინება თუ არ მინდა არ მოხდება. უბაზიჩ მოკაჩე ო მაიცა დაუპალცეჩკო. ვა, ეს რა არის თო? უიმე, როგორი რანაირი თევზია, ბოთლი თევზა არის. თქვენ ხარ გოიმები. ეს არის ბოთლი, ელემენტარული ბოთლი. გავხსნათ რა. საუკუნე 20 წელიწადი და 20 დღე ამ ბოთლში ვიჯექი და თქვენ გავანთავისუფლეთ კეთილო ხალხო, მითხარით სად მომხვდი, რომელ სამეფოში? საქართველოში გენა. საქართველოს ბუნდა უნად მახტოს. მოიცა თქვენი მბრძანებელი ისევ შევარდნათია? ეგ აი აგერ არის, აი. აუ, ამან ხო გამიხურა რა. მამა შენ, როგორ ვედა მამა? სად მიდიხარ? სისხლი სულ არა გაქვს? ამოძველი ჩქარა და შეგისრულე სურვილები. კარგი, სამ სურვილს შეგისრულებ. ოღონდ ერთის პირობით. ამ სურვილებს რომ შევასრულებ, ბოთლში ჩავსვით ისევ და ამ ქვეყნიდან ძალიან შორს გადავაგდეთ. მოდი ბიჭო ამასა ძალიან დიდი ცივის სასაფრო ვთხოვოთ. არა კიდე რა სასაფროა ბიჭო, ბევრი ფული ვთხოვოთ. ძალიან ბევრი, აი 240 ლარი.
მე აი ასეთი სპონტანური სურვილები მაგონებს ერთ ზღაპარს, რომელიც 30 წლის წინ მომიყვნენ ცეკავს კულუარებში. იყო ერთი მებადური, რომელიც ყოველ დღე ზღვაში გადიოდა თევზაობდა და ამ თევზაობით ირჩენდა თავს. ერთხელაც მიდის ახლა ერთად ნავი. რას ხედავს შეღაც მებადური ნავში შემოდის წყალი. ივსება ნავი წყლით და იზიდება ნელ-ნელა. და აღმართა ხელები ღმერთო მიშველეო და ამ დროს მოვიდა ანგელოზი. ანგელოზია მაგას და მოვიდა ანგელოზი და უთხრა ნუ ეშინია კაცო შენო ღმერთო უყვალღარო და აგე ამოიღო და ის მისდა კრუშკა აჰა შენო კრუშკაო და ამადა ზამ კრუშკით ამოიღო ეს წყალი კაცო მოვიდან და გადაარჩა. გავიდა ხანი და ეს მებადური კაცო გაყიდა ეს თევზი მოაქის ეს გადავლი იყიდა და გზაზე შეხვდნენ ისინი ყაჩაღები ყაჩაღები არიან ეგეთი და ყაჩაღები შეხვდნენ და ამფურიან სულიო კაცო და მაშინაც აღმართა ხელი ღმერთო შემიშვილიო კაცო ჩამოვიდა იგივე ანგელოზი და შენო კაცო ღმერთო უარხარო და ეხლა აგერო შენო ისო რა ქვია ის მისცა ბეისბოლის ბიტა დუბინკა მისცა და აიღო დუბინკა და ურტყევარდები გაყარა ეს ყაჩაღები კუდი თქვა ასრულინა ყაჩაღებს კიდე გავიდა ხანი და სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმებების დროს ექიმმა უთხრა მებადურს რომ შენო გჯოსო გაანუკურნებელი სენიო და ამიტომ ერთ თვეშიო შენო მოგდებიო და ამ დროს მოვიდა ეს ანგელოზი უთხრა შენო ღმერთო უარხარო ვერ გადაწყვიტეთო რითი დაგეხმაროთო მოვითაცვირეთო და შენ გადაწყვიტეო კაცო შენ გადაწყვიტეო რა პრობლემაო დუბინკა გიჩევნიაო თუ კრუშკა ამ ზღაპრის მორალია ასე ვთქვათ ლოკალური ამოცანების შესრულებამ არ უნდა შეგვიშოროს ხელი გლობალური სურვილების შესრულებაში ამიტომ ეხლა მე ცალკე გავარდა ამ ჯინთან ასე ვთქვათ კონსულტაციებს გამმართავ და გადაწყვიტავთ ზოგად რა ამოცანები და რა მიზნები დავისახოთ წინ სურვილის სახით. რაც უნდა ეხლა მაგასა მაგდენიო წმოდიაი. გამოართვათ ეს 240 ლარი და გადაგვივაცაოსე. ზაზუშ, ეგ ჯინი იმენა შუა აზიიდან უნდა იყოს როგორც გონია რა. ეგეთები იმენა ტაშკენტში მყავს ნანახი ოღონ იმას ბიჭო ფეხები ქონდას მე მგონი რა. თუ არ ქონდა აროჩე, აი ეგ თუ იმენა ეგ არის ერთი სურვილი, საზმოს გაიასნებული სურვილი, მე და შენ გვეკუთვნის რა. დედასპიცა ვარ თუ არ გვეკუთვნოდეს თო. აღე რას გავთო. მოიცა. მაგას ეხლა თუ რაღაც იმის გაჩენა შეუძლია, გაქრობაც ხო შეუძლია. იასნია შეუძლია. და გაუქროს ტიხას მოტრები ყველა მანქანასა, իրას გავიხარებ. აბა უთხრათ ეხლა ამჯის ერთი სურვილი და გაუშვათ თავის გზაზე გასულ. მაიცა ერთი გამზია. სურვილი სამი არის ხო? 2 საათს ავიდა თო. რა გჭირთ კაცო, სეკვესტრი არ გაგიგიათ? ეს ერთი სურვილი შეგვისრულოს და იმ დანარჩენ ორს პირადად მე შეგისრულებთ 20 წლის მერე. აბა შენა უკვე ჩაიფიქრებდი იმ სურვილსა რომ ჩვენი ქვეყანა ეს სტაბილური და ძლიერი იყოს. ეგ სულ არ გამხსენებია მე. ასე იგი მოქალაქე ჯინო ჩემი სურვილია რომ საქართველო იყოს ყველაზე ძლიერი ქვეყანა მსოფლიოში და შესაბამისად მე ყველაზე ძლიერი პრეზიდენტი. კი ბატონო. Vai dar jo, da pole pida i
გამარჯობა პატრიცემულო ტელემაყურებლებო, თქვენ უყურებთ ინტერგალაქტიკურ ქართულ საინფორმაციო გამოშვებას. დღეს სამი ქართველი გვარდიელი თვითნებურად შეიჭრა ჩინეთში, ააწიოკა მოსახლეობა და პეკინის თავზე აღმართა ქართული დროშა. ჩინეთის მთელი მოსახლეობა გამოიქცა და მიმოიფანტა კოლხეთის დაბლობზე. ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ თუ საქართველოს სურს ჩინეთის გაკონტროლება, ის ამას გააკეთებს. რეკლამის შემდეგ ჩვენ შემოგთავაზებთ საქართველოს პრეზიდენტის კომენტარს ამ მოვლენებთან დაკავშირებით. თუ თქვენ ყველა რელიგიაში გაგიცრუბდათ იმედი, ირწმუნეთ კატა, ან იწამეთ კატის. პრინციპში ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. კატა თქვენ ყველაფერს შეგინდობ, იმიტომ რომ კატაა. 64 გარანტირებულია. კარგით ხალხო, გეყოფათ. მე მივმართავ მთელი პლანეტის მოსახლეობას. რაცა პატარა მოწკიბულია ხა ჩინეთის გულისთვის, ნუ ეხლა ერთ ამბავს უბედურობას. აქვე მინდა დავზინო, რომ საქართველოს, კერძოდ მე, არ დაუშვებ ჩვენი გეოპოლიტიკური ინტერესების შელახვას ფიჯისა და კაიმარის კუნძულების ფონზე. შემთხვევის ადგილზე უკვე გაგზავნილია საქართველოს მე-6 აგერ მეგობარმა მანიშნა მე-18 სამხედრო საზღვაო ფლოტი, რომელიც ადგილზევე დაამყარებს წესრიგს. აქვე მინდა აღნიშნო, რომ ჩვენმა წყალქვეშა ნავებმა ჩააძირეს მადაგასკარი. ინგლისი შეხარჩენ ბატონო, მთელი ბრიტანეთის კუნძული ჩვენმა ბიჭებმა კარში მოიგეს, ბრძოლა არც კი დაჭირვებიათ და ეხლა ხან შემოასურეს აგერ შავ ზღვაში. ტოკიო დაეცა, ტოკიოს თავზე ქართული სამფეროვანი დროშა ფრიალეს, ხოლო ამჟამად ჩვენი გვარდია ფილადელფიას და ლოს-ანჯელესს უტევენ პარალელურად. ეგ ორი დაგვრჩა და ამერიკაც ჩვენი იქნება. და ამიტომ მე აი ყველა საჯაროდ ვპირდები და ასეთი ტემპები თუ გაგრძელდა რამოდენიმე წელიწადში აფხაზეთსაც დავიბრუნებ. მე ვიცი როგორ უნდა ავკვეთო ეს ვახანალია დედამიწაზე. ამხანაგო ჯინო, ძალიან გთხოვთ, ყველაფერი ისევ დაბრუნდეს ისე, როგორც იყო უწინ. კი ბატონო, ხუშ. ხომ შეგისრულეთ სამი სურვილი, მაშასე ახლა ავიღეთ და შორს, ძალიან შორს გამსწორცნეთ ამ ქვეყნიდან, ხუშუშა. მოიცა, ის მესამე სურვილი ჩვენ უარ ვიცით რა უთხარი. მესამე სურვილის შესახებ მე ვერ გეტყვი. ამას თქვენ რომ გაიგებთ მე დროთა განმავლობაში. თუ თქვენ ვერ გაიგებთ, თქვენი შვილები გაიგებენ, ან შვილიშვილები. თუ შვილიშვილები ვერ გაიგებენ, იმათი შვილთა შვილები და იმათი შვილიშვილების შვილიშვილები გაიგებენ. იქ როგორ ბატონო პრეზიდენტო როგორ? რა პრობლემაა? მე ვეტყვი. პირადად მე ვეტყვი.